მოგესალმებით, დღეს მინდა გავაკეთოთ ასეთი შგუტი, მინის მძივი დაგჭირდება და ბისერი. ასევე დაგჭირდება ძაფს, გამოვიყენებ ჯინსის ძაფია. ესე იგი, ჩვენ დაგჭირდება სტიკლარუსი, მინის მძივი და ესეთი ბისერი. ამისთვის დაგჭირდება 3 ბისერი და 3 შუშის მძივი. ნემს გამოვიყენებ მე-11 ნომერს, ბისერის ნემსია. დაგჭირდება 1 მძივი, 1 შუშის მძივი, 1 ისევ მძივი, ესე იგი 1 აი ასე ავიღეთ. 3 ცალი ბისერი უნდა იყოს და 3 შუშის მძივი. გავდივართ ბოლოში, გავაგრძელოთ. დაგჭირდება 3 შუშის მძივი და 3 ბისერი. ესეთი სვლა. ჯერ 1 ბისერი, მერე შუშის, ბისერი, შუშის, ბისერი, შუშის და გავიყვანოთ ბოლოში და გავყვანძოთ. გავყვანძოთ ორჯერ. მე ვაკეთებ ასე ორჯერ. გავიდეთ ასე წინ. ეხლა რას ვაკეთებთ? ყოველთვის დაგჭირდება აი ეს შუშის მძივი, 1 ვიღებთ ყოველთვის, 1 და იგივეს ვაკეთებთ. 1 შუშის მძივი და 1 ბისერი. და გავდივართ აი ბისერში. ისევ ვაკეთებთ 1 შუშის მძივი, 1 ბისერი. გავდივართ აი მძივში. თან კარგად მოუჭიროთ, რომ არ დაიშალოს. ისევ ასე ვაგრძელებთ და სულ იქნება აი ასეთი სვლა ყოველთვის. თავარია, ახლა წინა წავიწევით ცოტა რომ ნახოთ. აი ხო ხედავთ? აი მიჭირავს. დავიჭიროთ სწორედ, ხო? ისევ შუშის მძივი და ბისერი. და შევდივართ. აი ხო არის შუშის მძივი. პირველივე ბისერში შევდივართ. არა მეორეში, იმიტომ რომ თუ ქვევით ჩავჯდებით, ეს ზევით უნდა აიწიოს, ხო? ესე იგი მძივის მერე, რომ ისა შუშის მძივის მერე მოდის ბისერი. იმ ბისერში შევდივართ. და მივყვებით ასე ბოლომდე, ზემოთ. აი ასე რომ მივყვებით, გამოგვივა აი ასეთი შგუტი. სიგრძე გავაკეთებთ ისეც, რომელიც გვინდა მოკლე, გრძელი, და ვიცი ვის როგორ მოეწონება. ეხლა გავაგრძელებთ და გაჩვენებთ როგორ უნდა, თქვათ, ძაფი გაგვითავდა. რა უნდა გავაკეთოთ? აი ვაგრძელებთ. დამიმთავდა ძაფი, ჩავედი აი ასე ქვემოთ და მერე მოვჭრი, ხო? ეხლა ვიღებ კიდე ახალ ძაფს ნემსით, აი საიდანაც გამოვედით, ხო? იქედან მინდა ესე აქ შემოვიდე. გავდივარ აი ასე. შევალ ასე.
და ავიწევი ზევით. აი ბოლოს ესე და ავალ ზევით. თუ არ არის საშუალება რომ გავიდეს ნემსი ძაფში, მაშინ ჯობია რომ არ ვაწვალოთ, იმიტომ რომ შეიძლება გასკდეს მძივი. ნელ-ნელა აი არ გადის, ხედავთ. არ გადის ესე იგი. ავედი. ვაგრძელებთ. ერთი შუშის მძივი, ერთი ბისერი და გავდივართ წინ. ისევ ასე. სულ ეს იქნება ჩვენი სულები. არავით არის ცვლილება. ერთი შუშის მძივი, ერთი ბისერი. ერთი შუშის მძივი, ერთი ბისერი. აი ასე. როცა გვიმთავრდება ძაფი, ძაფს ძალიან გრძელს არ ვიღებთ, მაგრამ ამოკლეც არ უნდა იყოს რა. ისეთი უნდა ავიღოთ, რომ მერე არ გაიკვანძოს. და თან კარგად უნდა მოუჭიროთ. ერთი ესე იგი შუშის მძივი, ერთი ბისერი. გავდივართ წინ. ისევ ასე. ძალიან ადვილია. საერთოდ არ გაგიჭირდებათ. შევდივართ. აი. თავიდან უბრალოდ ცოტა გაგიჭირდებათ, შეიძლება რომ გაგიჭირდებათ რა მხრივ. რომ არ ჩანს, როცა ძალიან პატარა დაწყებული როცა არის, შეიძლება ცოტა ვერ ნახოთ რომელ მძივში უნდა შეხვიდეთ. მაგრამ არავით არის სირთული არ არის. აი ესე მოუჭიროთ. ესე იგი შუშის მძივი რომ თავდება, პირველივე ბისერში შევდივართ. აი ასე. გავაგრძელოთ. მერე ამ ძაფებს, რაც არის ხო, სადაც აი გადავდიოდი ახალ ძაფზე, მერე ამას მოვაჭრი, კიდე შევალ, დავმალავ აი ასე ჩვენ სამუშაოში და მერე ორივეს აი ესე შევაერთებთ. იმამდე მივალთ, აბა კარგად ვიყავით.